ყოველგვარი შესავლის გარეშე წარვადგენ ჩემს სტუმარს, ასევე ძალიან საპატივსაცემო ადამიანს ჩემთვის და ჩემს მეგობარს ნიკა მელიას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის. ნიკა, მოგესალმები. დიდი ხანია ჩვენ ეს ეთერში არ შევხვედრივართ ერთმანეთს და არის ბევრი თემა, რაზეც უნდა ვისაუბროთ. მით უმეტეს შენგან ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერზე აზრის მოსმენა. მით უმეტეს ესეთ კრიზისულ ვითარებაში, როგორშიც დღეს იმყოფება ქვეყანა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და მის მიმართ ყოველდღიურად, ფაქტიურად მიუხედავად იმისა, რომ გორის ჰოსპიტალში თითქოს მისი მდგომარეობა ერთი შეხედვით უკეთესი უნდა იყოს და თითქოს იყო კიდეც, ხო? აი გუშინ რასაც უყურეთ ყველა მერთად და გუშინდელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას რაღაც იგივე სადამსჯელო ოპერაცია გლდანის ბადრაგი შევიდა და ასე შემდეგ გრძელდება მისი დამცირება, მისი წამება, მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა, მისი დასჯა მასზე შურისძიება. აი ეს მაინტერესებს. რა ქვია ამას შენი აზრით? როგორ უნდა დასრულდეს ეს პროცესი? რას ემსახურება ეს ყველაფერი და ფაქტია ის, რომ ხელისუფლება არ უშვებს შანსს, რომ პროვოკაცია არ მოაწყოს ყოველ ჯერზე. აი ჩემთვის ამას პროვოკაცია ქვია. მადლობა, მოწვევისთვის. პირველ რიგში წამება ახსენეთ და არადამიანური მოპყრობა და ორი სიტყვით გავიხსენოთ და ვიტყვით თქვენის ნებართვით. ბევრი საუბარი არ დამჭირდეს. ეს რომ ასე არის დაადასტურა ყველაზე ავტორიტეტულმა უფლებადაცვითმა ორგანიზაცია Amnesty International-მა, ხო, ნომერ პირველი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია, ხო, თავისი რეპუტაციითა და ავტორიტეტით მსოფლიოში 10 წლეულების განმავლობაში, თუ ვაცდებით დაახლოებით 60 წელიწადია, რაც ოპერირებს და მსოფლიო პოლიტიკის ფორმირებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აი ამ ორგანიზაციამ თქვა ის, რაც თქვა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ნაკლებად შეიძლება საინტერესო იყოს ამ კუთხით რა სიტყვის ოპოზიციონერი ნიკა მელია რომ დაადასტუროს ეს 100 არის თუ არა 100 არის ძვირფასო მაყურებლებო და საქართველოს მოქალაქეებო 100 არის არაერთი ფაქტი ჩვენ ვიცით ამაზე ვსაუბრობდით და შუაგზაზე ყველაზე ისე გავიმეორებ ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ეს დაადასტურა მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, მას ეპრობიან ისე, როგორც ალბათ ხშირ შემთხვევაში მართლაც ტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიერ ასე თქვათ კლანჭებში ჩავარდნილ ტყვეებს არ მოექცეოდნენ, მაგრამ ეს არის ის, რაც არის და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველაფერთან ერთად ძალიან ჭკვიანური ნაბიჯები გადავდგათ, იმიტომ რომ მე მithქვავს გავიმეორებ ბევრს უთქვამს, რომ ეს ყველაფერი არ ხდება და არ იგეგმება ინგოროყვას ქუჩაზე, ხო, ინგოროყვას 7 ნომერია, ხო, ეს კანცელარია და არც შუშის სასახლეში. არც მალავენ კრემლში მაღალჩინოსნები ერთმანეთს ურჩევენ, კრემლის იდეოლოგები სულ უფრო და უფრო ხმამაღლად საუბრობენ, ეს რამდენიმე დღის წინ თავარმა ერთ-ერთმა იდეოლოგმა ბატონმა სურკოვმა განაცხადა, რომ რუსებმა, ანუ პუტინმა უნდა მოახერხოს ქაოსის გენერირება მის სამეზობლოში და რასაკვირველია პირველ რიგში უკრაინაში და რა თქმა უნდა საქართველოში, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისადმი არის მოლოდინი, ძალიან მალე ისინი დაიღლებიან პუტინის რეჟიმით და ჭირდებათ ყურადღების გადატანა და ღიათ უბრალოდ აი ესეთი რაღაცა პროგრამული სტატია დაწერა ამ ბატონმა და არც მალავენ ხო ამ ყველაფერს და ამას ვადევნებთ ჩვენს ქვეყანაშიც და ანუ ამას ამბობ ხო შენ აი ამ ვითარებაში რა არის მაშინ აი ჭკვიანურად გადადგმული ჭკვიანური ქმედებები ნაბიჯები ოპოზიციის მხრიდან საზოგადოების მხრიდან რატომ უნდა გადაიდგას განსაკუთრებით ამისთვის მინდოდა ხაზის გასმა რომ მე ვატყობ ხშირად ჩემი ძალიან კარგი მეგობრებიც კი ვარდები მდგომარეობაში ავიწყდებათ. მათ მათაგონია თუ ჩვენი მოწინააღმდეგე არის ღარიბაშვილი მურუსიძე და ივანიშვილი, ხო? არ მალავს ის რუსი და გეუბნება რომ ყველაფერს ვაკეთებ სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებისთვის ჩემს სამეზობლოში, სამოქალაქო ომის გაჩაღებისთვის, იმიტომ მას სჭირდება პუტინის რეჟიმი რო იყოს ძლიერი რუსეთის ფედერაციის ფარგლებში, მას სჭირდება მის სამეზობლოში სისხლისღა სამოქალაქო დაპირისპირება. ამიტომ რას უპირისპირებთ ამას თქვენ, ნიკა? ამას უნდა მაქსიმალური კონსოლიდაცია, მაქსიმალური სიფხიზლე, სისტემური საპროტესტო მოძრაობა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ძალიან აქტიური მუშაობა. არაფერს თითქოს ახლაც არ ვამბობ, მაგრამ
მნიშვნელოვანია რომ თანამდებობები ვიყოთ. მე მესმის და ამ დროს მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში. აი დღეს იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის რეზიდენციასთან აქცია, სამოქალაქო პროტესტი, ასე ვთქვათ, ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ და მოთხოვნა იყო ასეთი, რომ მან განმუხტოს რაღაც ეს კრიზისი, იმიტომ რომ ადამიანები თვლიან, რომ ამჯერად მის ხელშიც არის სწორედ ეს გასაღები. არა და არასდროს ამბობს ზურაბიშვილი, დღესაც პრინციპში იგივე გაიმეორა. საზოგადოებრივად აქტიური წევრები დიახაც ყველაფერს ცდილობენ თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში რომ პროცესები მშვიდობიანად ვინ-ვინ და ისინი მართლაც ამას აკეთებენ მშვიდობიანად წარიმართოს და ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს რამდენადაც არ უნდა მოვიწონებდნენ ისინი როდესაც მათზე საუბრობ ასე ვიტყოდი ეხლა ბოლა შეიძლება თქვა რაღაც ხალხს მოეჭიდნენ ხო კარგი გაგებით მაგრამ პასუხმაც არ დაახანა ხო ქალბატონი ზურაბიშვილისგან აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ კლავ ერთი ნაბიჯი თურქან წავალ, მიმაჩნია რომ აი ეს ძირგამომთხრელი სახელმწიფო რომის სპეცსამსახურის წარმომადგენლები აქ ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს სხვადასხვა სტატუსით და გეგმავენ სხვადასხვა ოპერაციებს, ეს ქალბატონიც მათ რიგებში დგას. მართლაც ნუ მე ჩემი პოზიცია არავის თავს არ ვახვევ, ბევრი მოაზრე ყავს ამ საკითხში, შეიძლება რაღაც ნაწილი არ დამეთანხმოს, არ არის ეს ქალბატონი სუვერენული, არ არის დამოკიდებული საკუთარ თავზე, ისევე როგორც ჩვენი აღმასრულებელი თუ რა ვიცი, საკანონმდებლო თუ სასამართლო ხელისუფლებები სამივე შტო. ამიტომ ძვირფასო მეგობრებო, ვახსოვდეს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე არის არც მეტი და არც ნაკლები კრემლი და მის ქვეშ ყოფი გამდიდრებული ხალხის ხარჯზე, ქართული ხალხის ხარჯზე ოლიგარქი, რომელსაც ხელთ უპყრია ყველა სადავეები ჯერჯერობით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სახელმწიფო ბერკეტები ყარად უპყრია ხელთ. იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ოპოზიციამ საზოგადოებასთან ერთად მიშას თავდადებამ ყველაფერი გააკეთა, რომ დღის სინათლეზე საბოლოოდ გამოიყვანა ხელისუფლება და მან თქვა, რომ ჩემ ერთად დასაყრდენი არის პოლიციური ძალები. მორჩა გათავდა, არ მაინტერესებს არც ეკონომიკური დარგი, არც სხვა მიმართულებები, მე იმაზე საუბარიც კი არ შემიძლია, თუ რა ბედიელის 800,000 პენსიონერს, იმიტომ რომ ამაზე როდესაც დავიწყებ საუბარს, რომ შემეძლოს, მე ხელიდან გამექცევა სადავეები, იმიტომ რომ პოლიტიკურად ვარ გაბანკროტებული. რეალურად თავიდან ბოლომდე სპეცნაზზე დგას და პოლიციურ ზონდერ დაჯგუფებებზე. აქედან გამომდინარე ჩვენ ეს მოცემულობა აი აქედან გამომდინარე რას გეგმა სწორი სვლები უნდა აი მოდი ახლა ვილაპარაკოთ ამ სწორ სვლებზე. მოდი დავიწყოთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გზიდან. შენ როგორ ხედავ? შენ ხარ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე. მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის ლიდერი, ადამიანი, რომელსაც უამრავი მხარდამჭერი ყავს, მაგრამ ელენეც ამბობდა, ასევე მას ყავს ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეც. ის არის ციხეში. რა არის ახლა ნომერ პირველი ამოცანა? ვადამდელი არჩევნები, მიშას გათავისუფლება, ეს ერთად ხდება თუ აი როგორ ხედავ ამას? როგორ მივდივართ ჩვენ მეგონი არც გვინდა რომ როდესმე არსებობდეს ისეთი მოცემულობა იმ პერიოდში მოგვიწევს ცხოვრება, სადაც ერთ ცალკე აღებულ პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოს აბსოლუტური ხარდაჭერა იქნება ნორმალურია ხა მიხეილ სააკაშვილს თუ ყავს დიდი არმია, ანუ ხარდაჭერების და ვიღაცას არ მოწონს, რაც თქვენ თქვით და ნებისმიერ ჩვენთან მიმართებაში არის ეს დამოკიდებული, მასთან მიმართებაში სხვა მასშტაბშია, ნორმალურია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას აქვს უფლება, რომ მოიწონოს, ან ხმა არ მოიღოს, რაც არ უნდა არ გვეთანხმებოდნენ და არ მოვწონდეთ. არ იზიარებდნენ ჩვენ ხედვებს ადამიანის წამება და ამის თაობაზე არ საუბრობდნენ. სამწუხაროდ ხედავთ, რომ ბევრი ადამიანი ხმასაც არ იღებს და ესეც ოლიგარქიული რეჟიმის გვერდითი ეფექტი არის. წლების განმავლობაში თითქოს გაუჩინარდა ათეულობით ის მოლაპარაკე თავი, რომლებიც საერთო სტუდიებში, ტელეინტერვიუებს არიგებდნენ წინა ხელისუფლების. ბევრი ადამიანი წავიდა, იძულებული გახდა, რომ ქვეყნიდანაც წასულიყო. წინა ხელისუფლების ოპოზიციაში აქტიურად იყვნენ და ხშირ შემთხვევაში სამართლიანად აკრიტიკებდნენ. სად არიან ეს ადამიანები? არა, მე იმ ადამიანებს გვიწყობ, ვინც ქვეყანაში ცხოვრობს. ხო, ბევრი მათგანი, მე მგონი, ამ სტუდიაში ვთქვი ერთხელ, ბევრი მათგანი უბრალოდ არის ოლიგარქის, იცით, payroll-ზე, ანუ ხელფასუხტის
თავიდან ეს ყველაფერი აღიქმებოდა, რომ რა კარგია, რომ ესეთი მეცენატი ადამიანი ყავს, რომ კულტურის თანამშრომლებს, პოეტებს, მსახიობებს, აქტიურ ადამიანებს, საზოგადოების წევრებს გულისხმობ, ხელფას უხდის, რომ ისინი უბრალოდ საკუთარი ღირსების შენარჩუნებას ახერხებდნენ, ხო? მაგრამ გავიდა წლები და დავინახეთ, რომ ეს ადამიანები მოწყდნენ საზოგადოების ცხოვრებას და მე ვერ დამარწმუნებს ვერც ერთი მათგანი და ვერავინ საერთოდ ამ ქვეყანაში, რომ დაახლოებით 20 ადამიანს გულისხმობ არ ჩამოთვლი ხა მათ სახელმწიფოს ვიწრო წრეში. მინდოდა მეკითხა რომ ერთი-ორი მაინც მითხარებოდა. სად არის რატო აღარ ჩანდა ტელეეთერებში? ნუ თუ ყველაფერი ამ წლების განმავლობაში მოწონთ? არა. იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილმა ეს სტანდარტი დააწესა და ანკეზე წამოაგო ამ მიმართულებითაც ბევრი ადამიანი და გაანეიტრალა. გაანეიტრალა. მე არ ვაკადრებ მათ ისინი გაიყიდნენ, მაგრამ ადამიანურადაც დაასუსტა, ხო, როდესაც იცის ცალკე აღებულმა ერთდროულად ძალიან აქტიურმა საზოგადოებრივად მოქალაქემ, რომ 10 წლის განმავლობაში თუ 12 წლის განმავლობაში ბიზინა ივანიშვილი რაღაცა ფონდი ხელფას უხდის 3 თუ 4,000 ლარს, ვეღარ აკრიტიკებს, მორალურად განადგურდა, გესმით? და უწევს მორალურ და ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა. მიხეილ სააკაშვილის თემას და დაუბრუნდეთ ოპოზიციის ბრძოლის გზას. რაზეც ყველა გეგმის თაობაზე შერიგებაზე უნდა კითხვა აუცილებლად. ყველა გეგმის თაობაზე ღია ეთერებში ვერ ვისაუბრებთ, არც არის სწორი, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ დისციპლინებული და ორგანიზებული მართლაც მოძრაობის გარეშე, სადაც შედეგზე იქნება პროცესი ორიენტირებული, წარმატებას ვერ მივახცევთ. რა არის შედეგი, ნიკა? რა თვლის ცვლილებები მიხეილ სააკაშვილის და ამ უკანასკნელ თვენახევრის განმავლობაში 14 ადამიანი ყავს პატიმრობაში. 14 ადამიანი წინა საარჩევნო პირველი და მეორე ტურამდე დაიწყო დაკავებები და გაგრძელდა აი ბოლო დღეებამდე, როდესაც ბაჩო თავლიანი დააკავეს, ხო? და მანამდე ადამიანებს ხედავდით როგორ აკავდნენ ტროტუარზე დგომის გამო. ანუ ჩვენ ყავს 14 ადამიანი დღეს პატიმრობაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად, მხოლოდ უკანასკნელი 2 თვის ასე ვთქვათ მონაცემებს თუ ავიღებთ. მე რა თქმა უნდა არ ვერიდები საჯაროდ საუბარს იმ ასე ვთქვათ დოზით, რაც შეიძლება რომ თქვა საჯაროდ, რომ პროცესები შეიძლება დიახაც გავამწვავო ხვალა ზეგებს მაზეგებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს ერთჯერადი და ორჯერადი. შედეგზე უნდა ვიყო ორიენტირებული და ვიცოდე, როდესაც მართლაც სხვა რეგისტრში და ხარისხში დაიწყება საპროტესტო მოძრაობა, ეს იყოს უწყვეტი, მძლავრი, ზოგჯერ ტალღებად, მაგრამ მზარდი, რაც ყველაზე აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ თუ არა იმაზე, რომ შეიძლება სააკაშვილს ბევრად დიდხანს მოუწიოს ციხეში ყოფნა. პიკი ამ საპროტესტო ტექნიკ გიპასუხეთ კონკრეტულად ამ კითხვაზე. პიკი ამ საპროტესტო მოძრაობას აუცილებლად ექნება, ეკა. პიკი ამ საპროტესტო მოძრაობას აუცილებლად ექნება. ექნება და ამ პიკისთვისაც დიახაც შესაბამისი მზადება არის საჭირო, აქ ხედველობაში მაგ რა თქმა უნდა ის რაც მწამს რომ ასე უნდა იყოს არაძალადობრივი მზარდი პროტესტი, რომელიც მართლა შედეგზე გაგვიყვანს და ცვლილებებს მოუტანს ამ ქვეყანას. მანამდე ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხელისუფლება მიხვდეს, რომ ეს დღე, როდესაც დაიწყება საპროტესტო მძლავრი პროტესტი და აღარ დასრულდება, მართლაც აი ძალიან ორგანიზებული, რასაც რესურსებით გაძლიერება და აქამდე მივა აუცილებლად ოპოზიცია, მაგას ამბობს ახლა ნიკამელია. არა მარტო ოპოზიცია, აუცილებლად მთელი საზოგადოება, იმიტომ რომ ყველა ვხედავთ რა მდგომარეობაში ვართ. მანამდე გონს უნდა მოუხმონ და მიხეილ სააკაშვილს დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს თავი დავანებოთ. უბრალოდ მართლაც ჩემი როგორც ერთი საქართველოს მოქალაქის პოზიცია არ იმსახურებს იყოს უბრალოდ პატიმარი კი არა, ტყვეობაში ხო განსაკუთრებით. ნებისმიერი სახის სულ არანორმალურად საუკეთესო პირობები იყო ციხის გატეხვას მთხოვდაო ზოგიერთიო და ამას ვერანაირად რა თქმა უნდა. სწორია, მაგრამ არა, რისიც მომიდა, აი რა გზა არის მაშინ? დააკვირდით ეხლა სტრასბურგია გზა თუ აი რა არის გზა შენი აზრით მისი გათავისუფლების? რამდენიმე მიმართულებით მუშაობთ, რამდენიმე გეგმა მუშავდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს დიდხანს არ მოუწევს ტყვეობაში ყოფნა. ნუ თითქმის მჯერა, ვიდრე ვფიქრობ, რომ დიდხანს მას არ მოუწევს, იმიტომ ქართული ოცნება აცნობიერებს
რომ მისთვის არის პირველ რიგში ძალიან დიდი, რბილად ვთქვა, დისკომფორტი. უბრალოდ ქონდა რატომღაც ასე გულუბრყვილო მოლოდინი, რომ ერთი მიხეილ სააკაშვილს გატეხავდნენ, უბრალოდ მართლა გატეხავდნენ და ადამიანს მორალურად, ფსიქოლოგიურად, არა მხოლოდ ფიზიკურ განადგურებაზე საუბარი, მორალურად და ფსიქოლოგიურად განადგურებდნენ და ძალიან წარეთ შეცდნენ. და მეორე მხრივ ცდილობდნენ, კი იცით, რასაც ცდილობდნენ, არა მხოლოდ დამოუკიდებლად, არამედ დარწმუნებული ვარ, რაც უნდა ხმამაღლა ჟღერდეს რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, რომ სამოქალაქო დაპირისპირება გამოეწვიათ და რაც ვერ მიიღო ქართულმა ოცნებამ და ასეთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაშიც ამოცანები მათ გაუვალდებოდათ, მაგრამ ვერ მივართვით ისაც მათო. რაც ძალიან კარგია და მე იმედი მაქვს რომ შეძლებთ ოპოზიცია ამის აცილებას. ნიკ აი შედეგზე როცა საუბრობთ. გათავისუფლების და წეობიდან დაახსნის ვერცერთი ადამიანი თელ სოფლიოში ვერ იტყვის, ხო? მე მინდა ერთი-ორი კითხვა მოვასწრო, ვიდრე დავასრულებთ საუბარს და უნდა გკითხო აუცილებლად ამის შესახებ. აი შენ როდესაც საუბრობ, შედეგი უნდა დადგეს, ხელისუფლების ცვლილება არის შედეგი. ხელისუფლების ცვლილებამდე გზა ეს შედეგი რომ დადგეს, რა თქმა უნდა არის ვადამდელი არჩევნები. ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით დღეს ძალიან საინტერესო, მე პირადად უსმენდი ნუგზარ ციკლაურს და ჩემს მოსმენილს მოგიყვები, ეხლა არ ვიცი შენ უსმენდი თუ არა, რომელმაც თქვა ასეთი რამ, თქვენი თანაგუნდელი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი და სხვა ტყვეები იქნებიან გათავისუფლებული, თუ ჩვენ მივიღებთ იმ დაპირებას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, რა დაპირებაც მოგვცა ქართულმა ოცნებამ და ამას მივიღებთ 2024 წლისთვის, შეიძლება ნაციონალური მოძრაობისთვის არ იყოს ვადამდელი არჩევნები პირველი რიგის პრიორიტეტული ამოცანაო, ამბობს ოღონდ ესო ჩემი სუბიექტური აზრიაო თქვა. მე დარწმუნებული ვარ, განხილული თუ გაქვთ ეს თემა და ეთანხმებით თუ არა, რომ აი ამ შემთხვევაში შეიძლება აღარ იფიქროთ ვადამდელ არჩევნებზე. ჩვენ როგორც მეგობრები, რა თქმა უნდა, სხვა ვერსიებზე საუბრობთ, და დარწმუნებული ვარ, ოდნავ სხვა კონტექსტშიც იქნება და ნათქვამი და შესაძლებელია მე თავად არ მისმენია სხვა რამე უნდა და წარმოეჩინა, რომ იმდენად მართლაც კონსტრუქციულია დღეს ოპოზიცია, იმდენად პასუხისგებლიანია, ხომ, რომ მოქნილობას ინარჩუნებს განსხვავებით ქართული ოცნებისა, განსხვავებით რეჟიმისა. ეხლა რეჟიმისთვის პატიმარი ადამიანების გათავისუფლება უკვე იმ ნიშნულამდე მივიდა, არის პრაქტიკულად მომაკვდინებელი გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს ადამიანები ქართული ოცნებამ ხედავობაში თავისუფლად მოსიარული ადამიანებს, აქტივისტებს ქუჩაში ვეღარ ეგუებიან, იმიტომ რომ ხედავენ, რომ ეს არის მათთვის საფრთხე და არცეთ უკონტროლო ბოლომდე უწყებას, საბჭოს, ფედერაციასაც კი ვერ ეგუებიან, აი დღეს, ხო? ნუ აი ისეთი რამ აკადრეს მოქმედ კალაბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და ერთადერთი მე მგონი ერთადერთი ფედერაცია იყო სპორტული, სადაც სრული კონტროლი არ ჰქონდა ქართულ ოცნებას დაწესებული და იქაც ქართული ოცნების დეპუტატი მიავლინეს და რასოუსის ქვეშ რომ თითქოს 100 მილიონს დავხარჯავთ ჩვენ ქართულ კალაბურთში და რა ხო არ გვახსენდება შემთხვევით 500 მილიონს დავხარჯავთ ქართულ ფეხბურთში და ამიტომ ჭირდება მე კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად და ამის გამო რა არ იკადრეს და ნარკოტიკები ჩაოდეს ადამიანებს და რაგბის ფედერაციაში რა იკადრეს. ქალაქის მერი ყავს ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც გუშინ დაამტკიცა სხვათა შორის თბილისის მთავრობა იმ ფონზე, როდესაც არბევდნენ დელისთან გარე მოვაჭრეებს და ეს პრობლემა რაღაც მათთვის არ აღმოჩნდა არანაირ დღეს ჩვენ დიახაც ერთი წუთით აი ხო გვაქვს ერთი წუთით აი ნახოთ პარალელურად რა ხდება ანუ რეალურ საქართველოში ამავე დროს გარდა იმისა რომ ტყვეები ყავთ აყვანილი რა ხდება ხო 96 წლის შემდეგ რაც ლარი მიმოქცევაში შემოვიდა ხო აი დეკემბრის თვეში იქნება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინფლაციის ყველაზე უკანასკნელი ამ წელიწადში 25 წლის განმავლობაში დეკემბრის თვეში ყველაზე მაღალი უკვე არის ყველაზე მაღალი გარდა პირველი წლისა 96 წლისა და დეკემბრის თვეში ყველა პროგნოზით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება ეს რას ნიშნავს ხო ეს ნიშნავს რომ ფასები მართლაც ასტრონომიული სისწრაფით საში ვარდება და იცით რა არის ყველაზე ტრაგიკული
ის რომ მილიარდერის ხელისუფლების პირობებში ხდება, გასაგებია, მაგრამ 800,000 პენსიონერისთვის ორჯერ უფრო მაღალია ინფლაცია, ვიდრე ოფიციალური ინფლაციის მაჩვენებლები, იმიტომ რომ პენსიონერები ძირითადად თავიანთ შემოსავალს ხარჯავენ იმ პროდუქტებზე, რომელსაც უკვე ცეცხლი უკიდია და ყველაზე მეტად განიცადა და რომელიც ყველაზე მეტად ზირდა. მოდით, ეხლა შერიგება და საკრებულოებზე უნდა კითხო, უნდა მოვასწრო რეკლამამდე. ამ ყველაფრის ფონზე ხა ცვლილებები იქნება გარდაუვალი, ამას სჭირდება სრული კონსოლიდაცია საზოგადოებისა და გარკვეული პერიოდი, ამას ყოველდღიური ელენე საუბრობდა, ყოველდღიური მუშაობა სჭირდება. საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ცვლილებები იმიტომ კი არ გვინდა, ანის სრულად პროპორციული არჩევნები იმიტომ კი არ გვინდა, ყოველდღე რომ კონკრეტული გუნდი მოვიდეს ხელისუფლებაში, არა, თითოეული ადამიანი უნდა გახდეს თანამონაწილე ამ პროცესისა და გახდება კიდევაც. კარგი, შენ რას გულისხმობ შერიგებაში და შენ როგორ ხედავ აი ამ იდეა როგორც ასეთი მომწონს, მაგრამ ეხა ობიექტური ხომ უნდა ვიყო. ეხა ამის წინაპირობები უნდა არსებობდეს ხელისუფლების მხრიდან იოტისოდენა მაინც და შიდა პოლიტიკური დაპირისპირების შერბილების მცდელობასაც მაინც უნდა ჰქონდეს ადგილი და როდესაც პირიქით აქ ამ ყველაფერს ადგილი პირიქით პროცესებს ვადევნებ თვალყურს ჩემის აზრით ასეთ დროს უბრალოდ ჩვენ წარმოჩინდებით ოპოზიცია რაც არ არის ურიგო საზოგადოება რომელსაც გულით უნდა ამ პროცესის ასე თქვა პარიწეტიდან დაძვრა, მაგრამ მანამ სანამ სახელმწიფოს მიმტაცებელი ოლიგარქატი არის მართვისადავებთან, ეს არის შეუძლებელი. ეს რომ მართვა არ შემიძლია, თორემ მივესალმები ყველა ამ იდეის ავტორს, მართლაც ეთიშობილურია, უნდა დასრულდეს ციყვი ბორბალში პროცესი და გამარჯვებული დამარცხებულს არ უნდა მისდევდეს დასაჭერად. და ბოლო კითხვა არ შეიძლება ესეც რომ არ კითხო საკრებულოებთან დაკავშირებით 6 მუნიციპალიტეტში და ვერ მოხდა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, ვერ მოხერხდა, რას გეგმავთ, რას აპირებთ აი ამასთან დაკავშირებით? ესეც არის მუდმივი რაღაცა ჭიდილისა და ასე ვთქვათ, ესეც ძალიან დიდი კრიზისული თემაა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ხა ჩვენ გვაქვს წალენჯი ხა ზუგდიდი სენაკი, ბათუმი, ჩხოროწყუ და რუსთავი, ну ბათუმით სასახელით ცოტა სხვა ვითარებაა, რა თქმა უნდა, იქ სადაც ოპოზიცია არის უმრავლესობაში, ну ბათუმში იცით რაც მოხდა და უბრალოდ 17-17-მდე დაიყვანეს, მაგრამ აი ამ 5 მუნიციპალიტეტში ოპოზიცია არის უმრავლესობაში. უმრავლესობა მანდატებისა აქვს ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დამოუკიდებულად დაერჩიოს თავმჯდომარე საკრებულოს და მათ შორის ზუგდიდშიც იცით რა მოხდა, უბრალოდ პირველ ტურში გამარჯვებული დეპუტატი მეორე ტურში დამარცხებულად გამოაცხადეს. ამიტომ ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ასე ვთქვათ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, ხო, ბატონი გახარიას პარტიის განცხადება, თითქოს ისინი ითხოვენ და მოუწოდებენ ანუ მხარეებს იგულისხმება ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა რომ მხარი მათ დაუჭიროთ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად იცით რა არის მაგალითად აი წალენჯი ხა ზუგდიდი რუსთავი ჩხოროწყუ სენაკი რა გავსვი აი ამას ვამბობ სენაკი ხო იქ ეხა ჩვენ ერთმანეთი მოგწონს არ მოგწონს საერთოდ რამე გვაქვს საერთოდ თუ არ გვაქვს ჩვენ და გახარეს პარტიის მე ვფიქრობ არაფერი საერთოდ არ გვაქვს და არაფერი არც გვექნება მაგრამ მოსახლეობამ ასე გადაწყვიტა რომ ამ მუნიციპალიტეტებში და არა მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტებში უმრავლესობა მანდატების მიანიჭა ოპოზიციას მიანიჭა ოპოზიციას იმისათვის რომ ქართულმა ოცნებამ როგორც მინიმუმ ფული აღარ მოიპაროს კორუფციული სქემები აღარ ხლართოს და ეს არის დაკვეთა ხო ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულია, მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის მისაღებია, რომ იყოს, კი ბატონო, შემხედი წინადადებით შევხვდეთ მათ, იყვნენ ისინი საკრებულოს თავმჯდომარეები, ჩვენ დავუჭერთ მათ მხარს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს ძალიან კარგად საკრებულო როგორც ასეთი, თავისი მთლიანი შემადგენლობით გულისხმობ პოზიციებს, ხომ? იყოს დაკავებული პოზიციები ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მიერ, ანუ დეპუტატების მიერ, იმიტომ რომ იქ სადაც საკრებულოს თავმჯდომარე იქნება ოპოზიციონერი,
და ხმათა უმრავლესობით არის ოპოზიცია შიგნით წარმოდგენილი, ყველა მნიშვნელოვანი პოზიციას და არა თანამდებობა. ჩვენ თანამდებობა ავჭირდება იმისათვის, რომ იქ ვიღაცას თბილის ავარძელი ქონდეს ან მანქანა პოზიცია ვჭირდება სხვადასხვა კომისიებში, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს ოპოზიციონერი და ყველა საკვანძო პოზიცია უნდა იკავოს ოპოზიციონერს. რატომ? იმიტომ რომ ასე ჩათვალა ამ ქალაქებში მაცხოვრებელ ადამიანებმა, რომ ქართულმა ოცნებმა უბრალოდ ფული აღარ მოიპაროს და აღარ მივცეთ შესაძლებლობა ფულის მოპარვისა როგორც მინიმუმ. და მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ყველა ის პოზიტიური პროგრამა და პროგრამის ასე თქვათ ნაწილები შევაჯეროთ, რომელიც გვქონდა ჩვენ ოპოზიციური პარტიებს და უპასუხოთ საზოგადოების საჭიროებას. ეს ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც საკრებულო დაკომპლექტება ოპოზიციური პარტიების წარმოადგენლების მიერ. ამიტომ ჩემთვის პირადად მიუღებელია იყოს საკრებულოს თავმჯდომარე დიახაც ოპოზიციონერი და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამავე დროს ქართული ოცნების წარმომადგენელი ასევე დავასახელოთ სხვადასხვა პოზიციებზე. ეს არ არის ის თანახმახართ იმ წინადადებაზე, რაც გახარიას გუნდმა გააჟღერა, რომ მათ დაუჭიროს ოპოზიციამ მხარი საკრებულოს თავმჯდომარეობაზე, ოღონდ იმ დათქმით, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი პოზიციები დაიკავონ ოპოზიციონერებმა. გავიგე, ზუგდიდში, წალენჯიხაში, რუსთავში, სენაკში, ჩხოროწყუში, აი ამ 5 მუნიციპალიტეტში ოპოზიცია თუ კი იკრიბება და თან ხდება, რომ საკრებულოს თავმჯდომარე უნდა იყოს კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი, ვინაიდან ჩიხურია, ვითარება და დრო არ ითმეს, კი ბატონო, შევთანხმდეთ, მაგრამ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ მომდენო პერიოდის განმავლობაში საკრებულო ასევე მთლიანად იქნება დაკომპლექტებული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიერ და ძირითადად რატომ და რისთვის ახსენი ორი მიზეზი აქვს, რომ ერთი ფული არ მოვაპარინოთ, რასაც აკეთებენ წლების განმავლობაში საკრებულოში ეს ბერკეტები არსებობს და მეორე პოზიტიური პროგრამების განხორციელება, მათ შორის სოციალური მოხდეს. როგორ შეიძლება ეხლა ზუგდიდის მერიაში ეხლა 3000 თანამშრომელი მუშაობდეს, ხახტო. აი ეხლა 3000 თანამშრომელი მუშაობს და ყველაფერს აკეთებს ქართული ოცნება, რომ უმრავლესობა არ დაკომპლექტდეს. ეხლა ზუგდიდში, იმიტომ ზუგდიდში, როდესაც ოპოზიციური უმრავლესობა გარდაიქმნება საკრებულოს, ასე თქვათ, მართლობაში, იქ რევიზიას მოახდენენ და მე არავითარ შემთხვევაში არ მინდა ნებისმიერმა ზუგდიდმა ისე გაიგოსო, თუ ის არის ქართული ოცნების ხარდაჭერი და არის კვალიფიციური დატოვების სამსახურში. არავითარ შემთხვევაში. პირველი მოწინააღმდეგე ვიქნები, მაგრამ ის ადამიანები, ასობით ასეთი ადამიანი, ეს ხო რეალურად პარტიული სტრუქტურები აქვთ იქ შექმნილი ციფრებში და ეპებში. უნდა გათავისუფლდნენ იმ პოზიციებისგან. ამას ჭირდება კონსენსუსი ოპოზიციისას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. იგივე ხდება რუსთავში და წალენჯიხაში. წალენჯიხაში ეხა 800 თანამშრომელი, წალენჯიხის მერიაში რა უნდა ხალხო? 800 თანამშრომელი და ვინ არის 800 თანამშრომელი? დიდი ნაწილი არის არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური სამსახურშიც რომ არ დადის ისეთი ადამიანი, ბევრი, ვინც დადის მუშაობს, ვინც ეკითხება, ვინ რომელი პოლიტიკური წამსისა. აი ეს პრობლემები რომ სწრაფად გადაწყდეს, მნიშვნელოვანია რომ ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიოს. ნაციონალურ მოძრაობას აწეხება, ჩვენ მზად ვართ რომ შევხვედრით ნაბიჯი გადავდგეთ. მადლობა დიდი, ძალიან ნიკა მელიას, ნიკას ვემშვიდობები.